დღეს მოვედი ჩემო ძვირფასებო, ასეთი ექსკლუზიური თემით თქვენთან. ღრმა სულიერი გარჩევა გვექნება აროსტატების მეშვეობით. ეს არ იქნება ეს გაშლა ყველასთვის. ეს იქნება ერთეული სულებისთვის. საოცარ ენერგიებში ვარ. რამისით არის შენი სული მოსული ამ დედამიწაზე. ნახავ სიგნიფიკაციას, ვისი უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც გატარდება შენი სულიერი სივრცის არხიდან ადამიანებისთვის, ვისთვისაც სურს სამყაროს გააჟღეროს ეს ინფორმაცია. საოცარ ნაკადში ვარ. სიგნიფიკაცია, ვინ არის ახლა ეს ადამიანი? ადამიანი, რომელიც იყო წარსულში ძალიან აღიარებული, დაფასებული საზოგადოებაში, თავის წრეში რაღაცა წარმატებას ჰქონდა მიღწეული სტატუსობრივად. ეხლა არის გაჩერებულ სტაგნაციურ მდგომარეობაში, რაღაცა ფინანსური ცირედი უჭირავს ხელში და ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს თითქოს, ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს თითქოს, მაგრამ აი რაღაცნაირად მაგისი არჩევანი ყველანაირად გათვლილი იყო ამ ადამიანის არჩევანი, მოდი ასე ვთქვათ. რასაც ეს ადამიანი აკეთებდა იმისთვის, რომ აი ეს გაჩერებული პოზიცია ფინანსური მხარეში, რაც აქვს, ხომ? წასულიყო წინ, მაგრამ ეს აღიარებული ადამიანი, იცი რა, თითქოს ამ აღიარებამ ამ ადამიანს მოუტანა ცოტა არ იყოს დაუფიქრებლობა. ამიტომ ეხლა ეს ადამიანი ნამდვილად ისეთი მამაკაცი შეიძლება მეყურებს, ესეთი ადამიანია, რომელიც არის აი რაღა გავაკეთო, ფიქრობს, იცი? უკიდურესად შეიძლება გონებრივად, სულიერად, ყველანაირად ტკივილს განიცდიდეს ეს ადამიანი. რაც არ გააკეთა, რაც არ სცადა ამ ადამიანმა, ყველაფერმა, ასე ვთქვათ, დანაჩასცხოვრა. მაგრამ ეს იცი რატოა გამოწვეული, შეიძლება ხვდები კიდევაც, იმიტომ რომ შენ აკეთებდი ამ ქმედებებს დაუფიქრებლად. ან საერთოდ არ მოქმედებდი. და თუ რაღაცას აკეთებდი, შენ მიჩვეული იყავი ამ აღიარებას და აკეთებდი დაუფიქრებლად. მაგრამ ეხლა შენ აქ ამბობ, რომ იცი რა არის, მე გათვლილადაც ვაკეთებ, ეხლა უკვე, მაგრამ აღარც ეგრე გამოდის, გაიგე? აღარც ეგრე გამოდის. და ვეღარ გაიგე რა გააკეთო. ხო, რაღაცა მომენტია, ეხლა რაღაცა გათვლებით გააკეთე შენ, რაღაცა თითქოს, მაგრამ ფიქრობ ეხლა, რომ კოლექტივში ხარ და ფიქრობ, ან რაღაცა კოლექტიური სიტუაცია, სადაც აი კონკურსივით არის, სადაც აი აგირჩევენ თუ არ აგირჩევენ, არ იცი. ფიქრობ, ელოდები, რა იქნება, თქვენ აგირჩევენ თუ არა. თუ იცანი სიგნიფიკაცია, მოდი ვნახოთ, რისთვის არის შენი სული მოსული ამ განსხეულებაში, რა მისიით ხარ?
რა არის შენი სულის მისია? რა არის შენი სულის მისია? რა არის შენი სულის მისია? ერთი წამით რატომ აკეთებს ნაკადი? მე ვიცი ვიღაც ენერგიები უნდა გავაჩერო ვიდეო და ისე გავშალო. აქ არის სიტუაცია. შენ გენატრება ის პოზიცია, რაზეც იყავი. და გაჩერებული არა, უბრალოდ შეჩერებულია შენთან ის პოზიცია და ის მდგომარეობა, რომელზეც ესე ოცნებობ, შეჩერებულია. აქ შენგან ელოდება მაღალი ძალები რაღაცა კონსენსუსამდე მისვლას შენსა და შენ სულ შორის, რომ მოგცეს ახალი შანსი და აქ ნახე როგორ არის, აქ რაღაცა უნდა გადაჭრა, შენ ახლა უყურე აქ რა ხდება. შენი რის არის შენი სული მოსული, რა არის შენი სულის მისია? აქ შენ ან თანხებში მოიტყუე, იცოდი რომ არასწორად მოქმედებდი და იცოდი რა უნდა გაგიკეთებინა, მაგრამ არ გადადგინა ბიჭი ამ მიმართულებით და სწორი ბალანსი არ გააკეთე, ამიტომ გააჩერა მაღალმა ძალებმა. აქ შეიძლება ქალთან მოგივიდა კონფლიქტი, ქალთან მოხდა გაურკვეველი სიტუაცია და ეხლა არ იცი რა იქნება, დგახარ და ფიქრობ და ელოდები. იმიტომ რომ აქ ძალიან რთული შელაპარაკება მოხდა ქალისგან, რამაც გამოიწვია, იცი რა, ქალის აზრი უფრო სწორი იყო, მაგრამ შენ ანუ მოიტყუე, ასე ვთქვათ, არ დაიცავი ბალანსი, ამიტომ გაგაჩერეს მაღალმა ძალებმა, რათა შენი მთელი ემოცია, ნახე როგორ არის, შენი ემოცია, რასაც დებდი ამ კოლექტიურ მუშაობაში, იქაც ამომივიდა ეგ. ფულის სიყვარულმა გძლია, ასე ვთქვათ, და იმ მატერიალურმა სიუხვემ, რაც ამას მოქონდა. ამიტომ როგორ რაღაცა მიწიერმა მდგომარეობამ, სოციუმი აქეთ იქით, რომ ვაიმე მე როგორ ესე ფინანსურად მყარად უნდა ვიყო, მე ესე უნდა ვიყო, ანუ ფულის სიყვარულმა მიწიერ დონემ გძლია აქ და ამიტომ ხარ გამოუვალ სიტუაციაში ახლა. კარგი, აქ ის მომიყვნენ ისტორია. კარგი, მე მაინტერესებს, მინდა ვკითხო მაღალ ძალებს, რა არის ამ ადამიანის სულის მისია ამ განსხეულებაში, ამ მიმართულებით, რა არის მისია ამ ადამიანის? აქ გეტყვი ჩემო კარგო ადამიანო იმას, რომ აქ კაცია. ეს გაშლა არის მამაკაცებისთვის. აქ
გამახჩობენ. აქ პირველ რიგში უნდა გამოხვიდე თავის მოტყუების მდგომარეობიდან, ტყუილიდან, ტყუილებიდან, იმას, რასაც მალავ. ნუ გეშინია, გამოდი, გამოანათე, გადადგი ნაბიჯი. აქ ქალით ზეგავლენას ახდენ შენზე, ქალის ენერგიებში ხარ, იცი? აქ გეუბნებია, რომ ქალის ენერგიებია შენში აქცენტირებული, რომელიც შენს პიროვნულ, პრიორიტეტულ ენერგიებს ფარავს. პირველ რიგში გეუბნებია, რომ აუცილებლად უნდა გამოხვიდე ამ ადამიანისაგან. კი. აუცილებლად უნდა გამოხვიდე ამ ადამიანისაგან, დატოვო ის ყველა ემოცია. ნახე, შენი წარსული სიტუაციები უნდა დატოვო, ასე ვთქვათ, გამოხვიდე გადადგა ნაბიჯი წინ, გამოხვიდე ამ ადამიანისაგან, ანუ გამოაჩინო ის, რასაც მალავდი, ნუ გეშინია, გადადგი ნაბიჯი ახალი ეტაპისკენ. აი ზუსტად ეხა ამ როგორ არის იცი, თითქოს ამ ქალის ჭკუაზე ემართავ შენს ცხოვრებას, იმიტომ გაგშიდა კონფლიქტები. აქ პიროვნულად იმპერატორი უნდა შედგე, აქ არის შენზე შენი პროფესიონალიზმი, შენი აღიარება, შენი პიროვნული პიროვნების ჩამოყალიბება, სულიერი მისია. როგორც ჩანს, შენ აი დამოუკიდებლად საკუთარი თავის რწმენით ჩამოყალიბება გიჭირს. აქ ამას გეუბნებია, რომ ეს არის შენი სულის ამ ეტაპის მთავარი მისია ის, რომ შედგე დამოუკიდებელ პიროვნებად და გადადგა ნაბიჯი, უნდა გამოჩნდე ანათო რა რესურსი დევს შენში. ძალიან მიჯაჭვული ხარ მიწიერ მდგომარეობაზე, აქ ვიღაცის ისტორიას მეყვები ან დაშიფრულად. მიჯაჭვული ხარ შენ მიწიერ ცდუნებებზე, აი რაც ძალიან გიყვარს, შეიძლება გიყვარს და ძალიან გემძიმება ეხა ეს რეალობა, რომელშიც ცხოვრობ. ანუ სულიერ მდგომარეობას არ აქცევ ყურადღებას, ამიტომ გაგაჩერეს. ამიტომ აქ უნდა შეცვალო შენ დამოკიდებულება, ჩერეს ამ ტკივილით და ახლიდან დაიბადო, ასე ვთქვათ. ახლიდან დაიბადო გასუფთავებული, ჩემო კარგო ადამიანო. და აი ამ გამოცდილება მიღებული პერიოდიდან, რაც დაგროვილი გაქვს, ცოდნის სახით, ცივი გონების სახით, დაიტოვო მხოლოდ. აგერ გაძლევს სამყარო ახალ შანსს. ახალ შანსს ამ ყველაფრის შემდეგ, ოღონდ არა დაუფიქრებელ პოზიციაში ყოფნის მდგომარეობაში. არამედ წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე დაფიქრება და შემდეგ ქმედება და არა დაუფიქრებელი ქმედება. აქ ბევრჯერ მოგცა სამყარომ შეიძლება შანსი, მაგრამ შენ აი არ ფიქრდებოდი, შეიძლება აი უცებ მომიარეს ვიმოქმედე, გავაკეთე, ხანის გავაკეთე, რა ვიცი, აბა მომავალში რა იქნება, აზრზე არა ვარ. ამ დროს გეუბნებიან, რომ კი, შენი წარსული, შენი აი ის ყველაფერი, რაც სამყარომ მოგცა ემოციურად, აი უნდა გაიხსენო იმ კუთხით, რა მოგცა გამოცდილების მხრივ, რომელიც წაგიყვანს წინ. კი ბატონო. ეხლა არის შენს ცხოვრებაში შეჩერება, სტაგნაცია, თითქოს გაკეთებული გაქვს რაღაც, მაგრამ ვერაფერს ვერ ხედავ, მოლოდინი, იმიტომ რომ აქ შენში მიმდინარეობს შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდი. კი, აი შენში მარტოობა აუცილებელია, ეს მოდიოდა წეღან, მაგრამ
სანამ არკანი არ ამომივიდა, არ თქვი, შენ უნდა დარჩენილიყავი ახლა მარტო, შენ ვერ იღებ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, შენ და აი ახალი ეტაპი ამ მარტოობაში დარჩენილმა, სადაც ახლა აზრზე არ ახარ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო, აქ გეუბნებიან, შენ იცი, გამოცდილი გაქვს ყველაფერი, შენში დევს ის ცოდნა, რაც გზას გაგინათებს, თუ სწორად იფიქრებ. თუ სწორად გამოიყენებ ამ ცოდნას და შენ უნდა იყო აბსოლუტურად მართალი მიწიერ დონეზე. გამიგე? აბსოლუტურად მართალი მიწიერ დონეზე. კი, ეს ქალი, ვისთანაც შენ მოგივიდა კონფლიქტი, ხო? და ასე ვთქვათ, უცბად მოხდა ეს ყველაფერი. ეს შენ ამაზე კი არ უნდა ბრაზდებოდე და ეხლა აზრზე არ ახარ, ამ ქალზე ხარ რაღაცნაირად დამოკიდებული, რა იქნება. ეს იყო შენი გაკვეთილი იმ მხრივ, რომ შენ აი ეს ასე ვთქვათ, ჩამოუყალიბებლობა, ის არასწორიზმი, რასაც შენ ცდილობდი, რომ დაფარვით გამოგეყვანა, დაგეშალა, დანგრეულიყო შენი ყველა, აქ უდიდესი ტრანსფორმაცია, ძველი ციკლი მთლიანად უნდა დახურო. როგორც იყო, როგორც აქამდე ცხოვრობდი და აკეთებდი და იყავი, უნდა დაასრულო. კი, შეიძლება შენ ფიქრობ, მე რა იქნება, მე მაგაზე გავშალოთ რა იქნება, მაგრამ ეგ უნდა დახურო. ახალი ეტაპი დაიწყო და პასუხისმგებლობა უნდა აიღო საკუთარ საქმიანობაზე. მისი არის პატიოსნება საქმეში. შენი სულის მისი არის მიწიერ დონეზე პატიოსნება საქმის შესრულებაში. იმიტომ რომ შენი სული დიდი ალბათობით წინა ცხოვრებაში იყო თაღლითი და მაღალი ძალები მოგცემენ ისევ შანსს, ოღონდ ჯერ გაკვეთილი უნდა გაიარო, ჩემო ძვირფასო ადამიანო. შენი სული იყო წინა ცხოვრებაში დიდი ალბათობით იგივე სიტუაციაში დაუსჯელი გავიდა და განსხეულდა და სული ცდილობს, რომ თავისი მინუს კარმა, დაუმუშავებელი კარმა ამ განსხეულებაში დაამუშავოს და როგორც კი შენ ამ ასეთ ცხოვრებას დაიწყებ მიწიერ დონეზე, ჩაგეხსნება ყველა ის პრობლემები, რაშიც ახლა იმყოფები. შენ თვითონ გაოცდები, გაგიკვირდება, აი არ ვიცი, იტყვი რომ ღმერთო, აი ეს რა ხდება? ნუ თუ ეს მართალი იყო, შენ თვითონ გაოცდები, როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება, ისე რომ აი შეიძლება ხელის თითის გატოკება არ მოგიწევს, ისეთ სასწაულებრივად მოხდება წარმატებითი სვლა შენს ცხოვრებაში. ოღონდ შენი მისია არის ის, რომ საქმე აკეთო პატიოსნად, იყო შენი საქმის პროფესიონალი და აიღო პასუხისმგებლობა, არ იყო მიწიერ ცდუნებებზე მიჯაჭული ნებისმიერი მიწიერი ცდუნება, რომელიც გამოგიჩნდება ამ განსხვავებაში. არის მხოლოდ გამოცდა იმისა, რომ დაამუშავო შენმა სულმა წინა რეინკარნაციაში მინუს კარმები, ჩემო ძვირფასო. იმედია ეს ინფორმაცია დაეხმარება ადამიანს, ვისთვისაც სამყარომ გამატარებინა ჩვენი არხის მეშვეობით, მე კი გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, სამყაროს წყალობას, უფლის მფარველობას და